გამარჯობა, დღეს 14 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1984 წლის 14 მაისს დაიბადა ამერიკელი პროგრამისტი, მეწარმე, სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. მისი ქონება 2025 წლის მაისის მდგომარეობით შეფასებულია $212 მილიარდად, რაც მას მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს ილონ მასკის შემდეგ. 1997 წლის 14 მაისს დაიბადა პორტუგალიელი ფეხბურთელი რუბენ დიაში. 2020 წლიდან ის მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს. 1996 წლის 14 მაისს დაიბადა ნიდერლანდელი დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარტინ გერიქსი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი დიჯეი. მან 5ჯერ დაიმსახურა მსოფლიოს საუკეთესო დიჯეის ტიტული. 1994 წლის 14 მაისს დაიბადა ბრაზილიელი ფეხბურთელი მარკინიოსი. ის არის ბრაზილიის ნაკრებისა და PSG-ს კაპიტანი. 1985 წლის 14 მაისს დაიბადა ამერიკელი პროფესიონალი მოჭიდავე მეტ კარდონა. WWE ორგანიზაციაში ის ცნობილია ფსევდონიმით ზაკ რაიდერი. 1944 წლის 14 მაისს დაიბადა ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მეწარმე ჯორჯ ლუკასი. ის ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ვარსკვლავური ომების და ინდიანა ჯონსის შემქმნელი. 1993 წლის 14 მაისს დაიბადა ფრანგი ჩოგბურთელი კრისტინა მლადენოვიჩი. 1979 წლის 14 მაისს დაიბადა ავსტრალიელი მსახიობი და პროდიუსერი ქეით ბლანშეტი. მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის 2 ოსკარი, 4 ბაფთა და 4 ოქროს გლობუსი. ქეით ბლანშეტი ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მსახიობად. 1971 წლის 14 მაისს დაიბადა ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და ყოფილი მსახიობი სოფია კოპოლა. კარიერის მანძილზე მას მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს ლომი და 2 ოქროს გლობუსი. 1952 წლის 14 მაისს დაიბადა ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რობერტ ზემეკისი. მას არაერთი გამორჩეული ფილმი აქვს შექმნილი, მათ შორის ფორესტ გამპი, რისთვისაც მან დაიმსახურა ოსკარი. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.